ეს ალბათ ყველაზე დიდი ინდუსტრიაა, რომლის შესახებაც მაინც და მაინც ბევრი არ იცით. ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის უმეტესი ნაწილის გადაზიდვა ჯერ კიდევ სახმელეთო გზით ხდება. ამ ბაზარზე ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი ეფექტიანობის მიღება. მოგესალმებით გადაცემაში მთავარი კითხვა. ეს არის ევრონიუსის გადაცემათა სერია, რომლის ფარგლებშიც ვესაუბრებით ბიზნესის სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანებს. მე ანჟელა ბარნესი ვარ და დღეს ჩემთან სტუმრად არის ლაიელ კრესუელი, ტრანსპორტ ექსჩეინჯ გრუპის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ეს კომპანია ტეგის სახელითაცაა ცნობილი. ლაიელ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს გადაცემაში მოგწანდით. პირველ რიგში ლაიელ მოგვიყევით, რას საქმიანობს კომპანია ტეგი. ეს პლატფორმა ტეგი დაახლოებით 26 წლის წინ დავაფუძნეთ. ჩვენი პლატფორმა ბიზნეს ემსახურება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიას. ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის უმეტესი ნაწილის გადაზიდვა ჯერ კიდევ სახმელეთო გზით ხდება და ჩვენი პლატფორმა მთელ ამ პროცესს მართავს ისე, როგორც ალბათ ყველა მიცით. თვალყურს ადევნებს გადაზიდვას, ადასტურებს ადგილზე მიტანას. გარდა ამისა, ჩვენს პლატფორმაზეა შესაძლებელი ინვოისების წარდგენა და ანგარიშის სწორებაც. ერთი სიტყვით, სრულ ციკლს ვემსახურებით. So we support that whole life cycle. 2025 წელს იყო მძღოლების დეფიციტი, რის გამოც ჯერ კიდევ არის 454,000 მძღოლის ვაკანსია. ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა 2024 წელთან შედარებით. მდგომარეობა მართლაც რთულია. რამდენად უნდა აღელვებდეს ევროპას ეს ამბავი? სამწუხაროდ მძღოლებს შორის დაბერების მაჩვენებელი საგრძნობლად დიდია. წავიკითხე, რომ მაგალითად გერმანელი სატვირთოს მძღოლების თითქმის 50% 55 წელზე მეტი ხნისაა. თუმცა ეს ტენდენცია ისეთივეა, როგორც ალბათ სხვა მრავალ ინდუსტრიაშიც შეიმჩნევა. ტრადიციულად შორმანძილზე ტვირთების გადაზიდვა ევროპაში იმას ნიშნავდა, რომ მძღოლი რამდენიმე დღე, ზოგჯერ რამდენიმე კვირაც გზაში იყო სახლიდან შორს და ეს პერსპექტივა მაინც და მაინც ბევრს არ იზიდავდა. ცხადია, გერმანია ევროპის სატვირთო გადაზიდვების ქსელის ცენტრში მდებარეობს. თუ საგზაო ტრანსპორტისა და მძღოლების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად იქცევა, რამდენად სწრაფად გავრცელდება მისი ეფექტი თქვენი აზრით მთელ ევროპაზე? დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ბაზარი ახერხებს მოერგოს ასეთ რეალობას. ჩემს კომპანიაზე ვიტყვი ორ სიტყვას. ჩვენი არსებობის ერთ-ერთი მიზეზი თავიდანვე ის იყო, თუ როგორ გაგვეკეთებინა მეტი საქმე არსებული პოტენციალით, რადგან როგორც იცით, საგზაო გადაზიდვების სულ უფრო რთული ბიზნესი ხდება. უამრავი მიზეზის გამო, იქნება ის საწვევის ფასი თუ მძღოლების დეფიციტი და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მარტივად გავართვათ თავის საქმეს და ნაკლები დაძაბულობის გარეშე მოვუძებნოთ საჭირო რესურსები. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ამ ყველაფერთან ერთად მაინც გაცილებით მეტი ეფექტის მიღება შეგვეძლო ბაზრიდან. That you can eke out of the market at the same time. And now the EU also და ახლა ევროკავშირი ლაიელ მიზნად ისახავს სათბური აირების შემცირებას ყველა ტრანსპორტისთვის. როგორც გავარკვიე, მძიმეწონიან საგზაო ტრანსპორტზე მოდის ევროკავშირის მთლიანი მავნე გამონაბოლქვის 6% და გამონაბოლქვის მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ეს მაჩვენებელი 45%-ით უნდა შემცირდეს 2030 წლისთვის. რამდენად რეალისტურია ეს თქვენი აზრით? The electrification of the industry, it's changing. I mean, ნამდვილად შესანიშნავია, როდესაც ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია ხდება, როდესაც ინდუსტრია ასე იცვლება. იმის თქმა მინდა, რომ ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საგრძნობლად იცვლება. ახლა უკვე ნამდვილად გამოჩნდა ბაზარზე მრავალი ალტერნატივა, რომლებიც თანდათან იკიდებს ფეხს. ფაქტობრივად, ამ დილა სტუდიისკენ რომ მივდიოდი, დავინახე დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც 100%-ით ელექტრონული იყო. თუმცა მსუბუქი მანქანების მსგავსად ამასაც აქვს მინუსი, რომელიც კიდევ უფრო მწვავედ სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში იგრძნობა. იმას გულისხმობ, რომ ბატარია ძალიან მძიმეა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები ტვირთის დადება შეგიძლია, რადგან ბატარიაც ხომ უნდა ატარო. ეს კი ცხადია, იმას ნიშნავს, რომ როდესაც სატვირთოს ტვირთავ, უნდა შეამცირო ტონაჟი, რომელიც მივგავს. Which obviously if you're trying to fill up a truck means that you potentially have fewer paid kilos or tonnage that you're carrying. the infrastructure is რამდენად ხელმისაწვდომია ელექტრიფიკაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა? Other things which if you weren't in the industry you wouldn't be aware of is that a lot of these ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ვერ მიხვდები თუ ამ ინდუსტრიაში არ ხარ ჩართული, ის არის, რომ უამრავი მცირე ბიზნესი მეორეულ ბაზარზე ყიდულობს საქონელს. თუ ახლა ყიდულობ ელექტროსატვირთო მანქანას, ის სავარაუდოდ მხოლოდ 6, 7 ან 8 წელიწადში მოხდება მეორეულ ბაზარზე. კიდევ ერთი საკითხია, თუ გაიღრება გადასაყიდი ფასი 5, 6 ან 7 წელიწადში. 6-7 years time. the industry is ეს ინდუსტრია ყოველი მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არის. მაინც რომელია ყველაზე დიდი პრობლემა ამ წუთას? would you say Right now, I would have to say that it's obviously just as we speak now is fuel prices.
უნდა ვაღიარო, რომ ამ წუთას აი ახლა როცა ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად საწვავის ფასი გვაწყვეტს. საწვავის ფასი სატრანსპორტო კომპანიის ხარჯის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამიტომ ნება მომეცით განგიმარტოთ, რომ ბაზარი ზოგადად ორ სხვადასხვა სფეროს მოიცავს. შეგიძლიათ დადო ლოგისტიკის კონტრაქტები, მაგრამ პარალელურად მოქმედებს დაუყოვნებლივ განაღდების ბაზარიც, ისე როგორც ყველა სხვა საქონლის შემთხვევაში. რომ განვაზოგადო კონტრაქტების ბაზარზე ბიზნესი კონტრაქტში ჩადებს საწვავის ფასის ზრდის ფაქტორს, ეს კი სულაც არ არის პანაცეა, რადგან ცხადია საწვავის ფასი მანამდე უნდა გადაიხადოს, სანამ შენ გადაგიხდიან გაწეული სამუშაო საფასურს. Გამოდის, რომ ნაღდი ფულის მოძრაობის პრობლემა გაქვს, მაგრამ ნაღდი ფულით ვაჭრობის ბაზარზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მარშრუტზე მიწოდება და მოთხოვნა ერთდროულად ხდება. ალბათ ძალიან რთულია ფასის დადება ფასების ასეთი რყევის პირობებში. წარმოუდგენლად რთულია, გარკვეულწილად ფსონის ჩამოსვლას გავს. მართალია რისკებსაც აძღვევენ, მაგრამ ეს მუდმივ ჩასწორებას მოითხოვს, როგორც ხვდები ყოველდღე. წარმომიდგენია, ჩვენ ხშირად გვესმის ისიც, რომ ევროპული ბიზნესი ინვესტიციების ნაკლებობისა და სუსტი დაფინანსების გამო რთულ მდგომარეობაშია. როგორ გონია, ცოტა არ იყოს განზე ხომ არ რჩებიან ისეთი ინდუსტრიები, როგორიც არის მაგალითად ლოგისტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვთ. დიახ, და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც ხვდები, ჩვენი ერთ-ერთი მისია საუკუნის ბოლო მეოთხედში ის იყო, რომ ჩვენი ინდუსტრიის პროფილის შესახებ ცნობადობა გაგვეზარდა, რადგან ის სავარაუდოდ ყველაზე დიდი ინდუსტრია, რომლის შესახებაც ალბათ ბევრი არაფერი იცით. ჩემი აზრით, სამართლიანი იქნება ამის აღნიშვნა. მართალია, ჩვენ ხშირად ვწუხართ, როდესაც აქციები ეცემასი არ არის, მაშინ როცა არ ვიცით რა ხდება კულისებში. ამის გათვალისწინებით რა არის ის ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ რომ შეცვალოს მთავრობამ ან მარეგულირებლებმა, რათა თქვენს ინდუსტრიაში ინვესტიციების მოცულობა გაუმჯობესდეს. I'd like to see them actually have a better and a deeper understanding of the challenges that the businesses that we serve. ვისურვებდი, რომ უკეთ და უფრო ღრმად ესმოდეთ ეს პრობლემები, რომელთა წინაშეც დგან ის ბიზნესმენები, რომელთაც ჩვენ ვემსახურებით ყოველდღე. როგორც თავად ბრძანეთ, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ინდუსტრიის მიღმა არავინ აქცევს მაინც და მაინც ყურადღებას ამ ინდუსტრიას, ამ რაღაცის დეფიციტი არ შეიქმნება. ასე რომ მისი პროფილის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი მნიშვნელობის გაცნობიერება, ჩემი აზრით, საუკეთესო რამ იქნება, რის ხილვაც მინდა. ჩემი კომპანიის გადმოსახედიდან ვისურვებდი, რომ უკეთ დაარეგულირონ ანგარიშწორების პირობები ინდუსტრიის შიგნით. ძალიან ადვილია განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესებისთვის ანგარიშწორების ვადის გახანგრძლივობა მიმწოდებლებისთვის. ეს კი პრობლემაა ბიზნესისთვის, რადგან ის ძალიან ვიწრო მარჟებში მოქმედებს. რაც შეეხება საწვავის ფასს, ვის შეუძლია მასზე გავლენის ქონა. ვერც ერთი მთავრობა ვერ შეცვლის ამ მოცემულობას. ბოლო წლებში უამრავი ინიციატივით გამოვიდნენ, მაგრამ ზოგიერთი საკითხი, რომლებზეც ვისაუბრეთ, მაგალითად მძღოლების დეფიციტი ძალიან რთული მოსაგვარებელია, იმიტომ რომ ეს სტრუქტურული პრობლემაა. There have been so many kind of initiatives over the years, but some of those things, I mean, as we've talked about, such as the driver shortage, are quite difficult to address simply because it's a structural problem. ბატონო ლაიელ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებებით.